მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გადაცემა უნდა იცოდეა, მე კი მისი წამყვანი თამარ გუნთაიშვილი ვარ. დღევანდელ გადაცემაში უნდა ვისაუბროთ ერთი შეხედვით თითქოს გაცვეთილ, მაგრამ ამავდროულად ძალიან აქტუალურ პრობლემაზე. ეს გახლავთ ტყელტერფიანობა, ამ ყველაფრისთვის ვესტუმრეთ ერთს და ექიმი, ორთოკინეზითერაპევტი თამარ ჭიჭინაძე გაგვესაუბრება აღნიშნულ თემაზე. მოგესალმებით. მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ მოიცალე და მოგძანეთ. იმდენი საინტერესო ინფორმაცია შეგვიძლია მივაწოდოთ ჩვენ მაყურებელს და მსმენელს, აი რომც ვერ წარმოიდგენ. ნამდვილად და რამდენ სირთულესთან გვაქვს საქმე. ერთი ბანერითაც ჩანს უკვე გასაგებია, ხო? რამდენი სახის ტყელტერფიანობა შეიძლება შევხვდეს და რა არის ამ ყველაფრის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი? საქმე იმაშია, თამარო, ჩვენ ახლა კი ვამახვილებ ყურადღებას ტყელტერფიანობაზე, იმიტომ რომ უფრო ხშირია. რა თქმა უნდა, უფრო ხშირია, მაგრამ დეფორმული ტერფი ეს არ არის მეგობრებო მარტო ტყელტერფიანობა. მოდით საერთოდ გავაგებინებ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს რა არის ეს დეფორმული ტერფი და შემდეგ უკვე ცალკე ნოზოლოგიად შეგვიძლია გამოვყოთ ეს ტყელი ტერფი. ტერფის პათოლოგიები, მეგობრებო, სახელშიც გასაგებია დეფორმული ტერფი. ტერფი არის დეფორმირებული. ის შეიძლება იყოს ბრტყელი, სიგრძივი, განივი, კომბინირებული და წარმოიდგინეთ, თითოს აქვს სამი ხარისხი. სხვათა შორის მესამე ხარისხი, როდესაც ჰიპერპრონირებულია ტერფი და ვალგუსურია, დღესაც თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისგან, იქ რა ფიზიკურ დატვირთვაზეა, ხო საერთოდ საუბარი. კაი ბატონო, ეს უკვე ტყელტერფიანობა. შემდეგ რა მოდის? ვარუსული დეფორმაცია. გარეთ რო ტრიალდება ტერფი, პრონაცია, აი წარმოიდგინეთ, როდესაც ტყელი ტერფი ან მიდრეკილება არის ბავშვებში, აი თითქოს ჩაპლინის სიარული, ესე გადის ფეხი გარეთ. ამ შემთხვევაში უკვე ვარუსი როდესაც არის და ჰიპერსუპინაცია დათვივი დაბაჯბაჯებს, მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი. არის კიდე ნამგლისებრი ტერფი, აი ზუსტად სახელში არის ახსნა განმარტება, რომ ბევრმა არის ისე ხა შეიძლება ნამგალი როგორია, მაგრამ ხო წარმოგიდგენიათ არა მიახლოებით. ხო, კალისებრი. იქ კომბინაცია მიდის, კაიგეთ, ნაწილობრივ შეიძლება ბრტყელი ტერფი იყოს და წინა ტერფი იყოს ვარუსული, ფორმას იღებს ნამგლისებს. ამაზეც არ თავდება ტერფის პათოლოგიები. არის ღრუ ტერფი, ნორმაზე მაღალი თაღი. დაუშვათ თუ ტყელტერფიანობის დროს თაღი საერთოდ არ მუშაობს და არ იხრება, რესურსული ფუნქცია ამას დაკარგული აქვს. ღრუ ტერფის დროს თაღი იმდენად მაღალია, რომ არ იშლება. და ამას ემატება კიდე იცი ტერფის პათოლოგიებს, შეძენილი პათოლოგიები. ხო, ესეც საინტერესოა, როგორ შეიძლება იყოს შეძენილი ასაკობრივი პათოლოგიები არის, რა თქმა უნდა. ასაკთან ერთად შეიძლება შეიძინოს ტყელტერფიანობა. ეს არის ჰორმონალური ცვლილება, ეს არის მიკროელემენტების ნაკლებობა, D ვიტამინის ნაკლებობა, პროფესიული დატვირთვა, ჭარბი წონა. ძალიან ხშირ შემთხვევაში ორსულობის დროსაც უნიშნავენ, იცით, ამ ინდივიდუალურ ღაბარს, იმიტომ რომ იქ თლიანად ხო იცვლება არა ადამიანის ორგანიზმი და ხშირია ხოლმე შეძენილი ტყელტერფიანობა. ჩვენ აქ ვხედავთ აი ნორმალური ვარუსული და აი ზუსტად ამაშია სხვაობა. შეხედეთ, ეს ხო მარტო ტერფზე არ ჩანს რა. როდესაც მიდის ვარუსი, ტერფი რო აი დათვივი დაბაჯბაჯებს ხო რომ ამბობდი. კალისებრი ხდება. ფეხი რა თქმა უნდა ეს ახლა ერთი სისტემაა, წარმოიდგინეთ, ტერფის პათოლოგია არის. ამას დაემატა მთელი საყრდენ მამოძრავებელი სისტემა და ეს ზევითაც მიდის კიდე ხერხემლის პათოლოგიებთან არის ძალიან მჭიდრო კავშირში და რთულ ფორმებში აი ამაზე ყოველთვის ვამახვილებ ყურადღებას. ძალიან ხშირია თანკბილვის და მხედველობის პრობლემა და ამას ოფტალმოლოგები სხვათა შორის და ორთოდონტები უკვე აქცევენ ყურადღებას. ეს იყო ვარუსი, აი ეს არის უკვე ვალგუსი, ზუსტად აი ტყელტერფიანობა, აქ არის X-ისებრი, აქ თუ არის რკალისებრი, აქ არის X-ისებრი და სიარულის მანერაზეც ეთყობა ბავშვსაც და დასრულსაც. და ძირითადად მე თქვენი ერთ-ერთი ვიდეო მოხდა, ნახე, სადაც აღნიშნავთ, რომ ბავშვებში 4 წლამდე დიაგნოსტიკაც კი არ არის. არა, ხო, ნამდვილად ახლა პატარებში ყველა პატარა არის ტყელტერფიანი. უმეტესწილად იქ არის ცხიმის საფარველი, რომელიც უნდა გაიგიოს, გაიგეთ, ამიტომ ვამბობ სულ რომ ბავშვმა ფეხი აიდგას ფეხში შველმა, ნუ წინდაში ის რესურსულ ფუნქციას ვერ არეგულირებს. რა არის საერთოდ ჩვენი მოძრაობა? ჩვენ ხო ამაზე დიდად არ ვფიქრობთ, არა ავტომატურ რეჟიმშია. სიმძიმის ცენტრის ცვლილებისთანავე საყრდენი წერტილის ცვლილება და რა ახორციელებს ამას ტერფი. თუ არის ტერფის პათოლოგია, შესაბამისად ეს მოძრაობა არის გართულებული და ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება შეიგრძნოს სამყარო. არ შეიძლება არანაირი სუპინატორიანი და მყარი ფეხსაცმელი თუ ახლა საოცრება არ არის და ორთოპედმა არ დანიშნა, მაგრამ ისინიც არ ნიშნავენ თამა, იმიტომ რომ თუ რაიმე პათოლოგიას ატყობენ,
არ შეიძლება ჩარევა თაღის ჩამოყალიბებაში, ეს 4 და ზევით იწყება. აი ესეთი ბელგიური სტანდარტი შეიძლება ატაროს, ახლა რამდენ ფეხსაცმელს უყიდი, ხო? ეს კიდე მოძრავია, გადაიტან ყველაფერში და ტერფი ნახეთ, არც შიგნით ტრიალდება და არც გარეთ. სხვათა შორის ძალიან პრაქტიკული და იოლი გამოსაყენებელი. ნამდვილად. სხვათა შორის ფეხსაცმელებიც ბოლო პერიოდში მე მგონი ამ სტანდარტების მიხედვით ბოლო პერიოდში უკვე წამოვიდა ესეთი ფეხსაცმელები და მოხარული ვარ ნამდვილად. თქვენ აღნიშნეთ, რომ ბავშვებში მაინც არ არის, ვთქვათ, სავალდებულო, რომ 4 წლამდე განვაში სიგნალი ჩავთვალოთ და პედოგრაფიაც არ არის საჭირო, ერთხელ მაინც უნდა აჩვენოთ ბავშვი ორთოპედს და მიყვეთ იმის დანიშნულებას და 4 წლიდან რა თქმა უნდა უკვე შესაძლებელია შემოწმება და შემდგომში ასაკიც არ არის შეზღუდული. ჩვენ ხო არ შემოვიფარგლებით ბავშვებით. ეს დასრულებში ძალიან აქტუალური თემაა. რა ასაკიდან უნდა მივაქციოთ ყურადღება? მაშინ ეს 4 წელი არის, ვთქვათ, ის კონკრეტული ასაკი, როდესაც უკვე აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. 4 წლამდეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როგორ დადის. აი ზოგჯერ არის რომ ფეხის წვერებზე დადისო. საერთოდ 2 წლამდე ეს ფეხის წვერებზე სიარული დიდად საგანგაშო არ არის, მაგრამ მშობელმა თავისი ნევროლოგიურ თავისი სიმშვიდისთვის აჩვენოს ნევროლოგს, მაგრამ 2 წლისთვის ეს გაივლისო ცოტათი რომ დაიწყებს რეგულირებას სიმძიმის ცენტრის და თავისუფალ სიარულს, მაგრამ 4 წლიდან თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ უკვე პედოგრაფიაც ჩაატაროთ, სკანირებაც და მიხვდებით არის თუ არა რაიმე პათოლოგია, ჯერ ვიზუალურად მიხვდებით თუ შიგნით ტრიალდება ტერფი, ეს უკვე მის ყურადღება მესაქცევია და თუ დათო ჩასავი დაბაჯბაჯებს. მერე ბავშვები, როგორი ეცი ბავშვი უნდა იყოს აქტიური რა, სიცოცხლით სავსე, ენერგიით სავსე. ზარმაცი ბავშვი არ არსებობს. ბავშვი თუ იძახის რომ ტკივა, ვიღლები ხელში ამიყვანე, იქ რაღაცა უკვე არის შესამოწმებელი. გასაგებია. მოდი მაშინ უფრო სიღრმისეულად ჩავშალოთ. აქ ასევე მოცემულია ამ შემთხვევაში ბავშვთან მიმართებით ასაკობრივ ასპექტში ტერფის განვითარება, ხო? აი როგორ ხდება ეს ყველაფერი? მოდი გავიმართოთ. ეს უკვე იწყება 3-4 წლიდან თაღი იწყებს ჩამოყალიბებას. ესეთი ფორმა უნდა გქონდეს 7 წლამდე და შემდეგ 12 წლის ჩათვლით უკვე ჩამოყალიბდეს. ამიტომ არის რომ თუ რაიმე პათოლოგია არის 4 წლიდან, ჩვენ შეგვიძლია 13-14 წლამდე ეს ყველაფერი შევცვალოთ სასიკეთოდ. ამ პერიოდში აუცილებლად უნდა ატაროს ეს ინდივიდუალური ღაბაში, ხა ფორმა სხვადასხვა არის იმის და მიხედვით რა პათოლოგიაა და რა პროგრამას ვიყენებთ, ხო ეს ცალკე საკითხია. მაგრამ რასთან გვაქვს ხშირად საქმე? მშობელი თulis რომ აი უკვე კარგი შედეგი მივიღეთ 13 წლისთვის, 14 წლისთვის და არაფერი არ არის საჭირო. არ არის მეგობრებო, ეს სამწუხაროდ ეს არის ძალიან შრომატევადი. გარდატეხის პერიოდი, ჰორმონალური ცვლილების, ტანისაყრის პერიოდი მაინც უნდა ატაროს 17-18 წლამდე, რომ ეს მიღებული შედეგი ჩვენ დავაფიქსიროთ, თორე გავა 6, 7, 8 თვე და რაც ამდენი ვიშრომეთ, ეს იქნება წყალში ჩაყრილი შრომა და პროცესი უკან მიდის, კი. უკან მიდის. კიდევ რა სირთულეები შეიძლება გამოიწვიოს ბრტყელ ტერფიანობამ? ჩვენ ძალიან ბევრი ჩამოვთვალეთ, ხო? გულსისხლძარღვთა დაავადებები. ძალიან ბევრი შეიძლება გამოიწვიოს, იცით როგორ არის? სამწუხაროდ არ არის ესეთი სტატისტიკა რა, ნუ არ არის რა ვქნა ახლა გინდა თუ არა ამან გამოიწვია. მე შემიძლია ერთადერთი ის ფაქტი აღვნიშნო, რომ ეს არის თანხვედრი. თანხვედრი. პირველი მარტო ტერფი ხო არ არის, არა პათოლოგიური, ამას მთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა მოყვება და ხერხემლის გამრუდება. უმეტეს წილად სადღაც 99%-ში, როდესაც არის ტერფის რაიმე დარღვევა, არის ხერხემლის გამრუდება. ეხლა ხერხემლის გამრუდება სხვადასხვანაირი არსებობს და ამიტომ როგორც კი შეატყობთ მინიმალურ ასიმეტრიას, მეგობრებო და აგიხსნით კიდე სახლის პირობებში, როგორ შეიძლება ეს ნახოთ, რო არ გამოეპაროთ. აუცილებლად მიყავთ ორთოპედთან, აუცილებლად მიხედავთ ხერხემალს, შეამოწმებთ ტერფსაც, იშვიათია რომ იყოს ცალკე სკოლიოზი დაუშვათ ტერფის პათოლოგიის გარშემო, მაგრამ არის დაბალი პროცენტი არის და ამას ქვია იდიოპათიური სკოლიოზი და სხვათა შორის უფრო სწრაფად მიდის და უფრო რთული სამკურნალოა, იმიტომ რომ რეალურ მიზეზს იქ ვერ ხედავ. ყველა შემთხვევაში ну, რა თქმა უნდა, ერთხელ ორთოპედს ვაჩვენოთ ეს ბავშვი და ჩვენი სიმშვიდისთვის, მაგრამ როგორ მიხვდეთ სახლის პირობებში, ხო? პირველი დააყენეთ სწორად, გახადეთ, ფეხები ისე დაადგმევინეთ, რომ 1-7-8 სანტიმეტრი იყოს სხვაობა. ჯერ დააკვირდით ტერფს, უკნიდან დააკვირდით, ეს უფრო იოლი იქნება. თუ შიგნით ტრიალდება კოჭი ქუსლი მიდის გარეთ, პრობლემასთან გვაქვს საქმე. თუ პირიქით გარეთ ტრიალდება კოჭი, ისევ ვარუსთან პრობლემასთან გვაქვს საქმე. შემდეგ გადიხართ ძევით, მუხლის ხაზი უნდა იყოს სიმეტრიული, აუცილებლად. შემდეგ მენჯის ფრთაწელის შეჭრის მიდამო გააშლევინეთ ფეხი, ბეჭები უნდა იყოს სიმეტრიული და ბეჭის ზედა მხარე. თუ ასიმეტრიას ხედავთ,
იქ უკვე აუცილებელი არის დროულად მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ეხლა პრევენციაა ხო ყველაფერი, აუცილებელი ხო არ არის მაინდა-მაინც ოპერაციასთან მიხვიდე, როცა შეგიძლია ისეთი პრევენცია გააკეთო, რომ არც ტებსზე დაჭირდება ოპერაცია, არც ხერხემალ კი ტარდება რთულ შემთხვევებში, ტებსზეც კეთდება ისა ჭანჭიკები სპეციალური, რომელიც მთელი ცხოვრება ჩერდება, ხა ის როცა რთული სიტუაცია, რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ თუ გვაქვს საშუალება რომ პრევენცია გამოვიყენოთ, ამდენი გართულება თავიდან ავიცილოთ, კი ბატონო, შრომატევადია, ყოველდღე უნდა იმას ვარჯიში, ეს სუპინატორი, შესაძლებელია ცურვა დაჭირდეს, მაგრამ რამხელა შედეგს ვიღებთ, წარმოიდგინეთ რა, 17-18 წლისთვის ბავშვი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი და არანაირი პათოლოგია არ არის. კაპიტან თამარ, როგორ ხდება დიაგნოსტიკა? აი მოვედით ორთოპედთან და რა ეტაპები უნდა გავიაროთ შემდეგ? პირველი რაც ხდება, ეს არის ორთოპედის კონსულტაცია. შემდეგ ორთოპედი თუ ჩათვლის საჭიროს, ტარდება პედოგრაფია ან სკანირება. შესაძლებელია, ნახეთ რა შესაძლებელი, ყველა ხო პირდაპირ ორთოპედთან არ მიდის, იმას უკვე ვიზუალურად ეტყობა, რომ ტერფის პრობლემა არის და პირდაპირ სკანირებაზე და პედოგრაფიაზე შესაძლებელია. აქ ექიმი აუცილებლად ნახავს ხერხემალსაც, ჩვენი ექიმი და თუ ჩათვალა საჭირო, რა თქმა უნდა, გადაამისამართებს ორთოპედთან. როდესაც ჩატარდება ეს პედოგრაფია ან სკანირება, შემდეგ უკვე ინდივიდუალურად საჭიროების შემთხვევაში მზადდება ეს ღაბაში. სხვადასხვა სხვადასხვანაირია ეს ღაბაშები, რომ ვაჩვენოთ. ყველას აქვს სხვადასხვა ფორმა. თაღი სხვადასხვაა, დამჭერი სხვადასხვაა. იმაზე მინდა გავამახვილო ყურადღება სხვადასხვა ამას ვუბობ, რომ ფერები რო არის სხვადასხვა მშობლები ხო იცი ირჩევენ რომ გოგოსთვის წითელი, იმისთვის ლურჯი. არ არის ესე მეგობრებო სამწუხაროდ რა. 40 სახეობის მასალა ყველა სხვადასხვა ფერია, იმიტომ რომ სხვადასხვა ამორტიზაციაა. ჩვენ რომ უფრო იოლა დავიმახსოვროთ, ხო? იმის და მიხედით რა ამორტიზაცია გვჭირდება, არის შერჩეული ეს ფერები. შემდეგ უკვე ამას ვათავსებთ ოდნავ თავისუფალ სპორტულ ღრმა ფეხსაცმელში, იმიტომ რომ ვიწროში თხელში ეს არ მიდის, ახლა ვიწროში თხელში არის სტანდარტული სილიკონი, ცოტა კომფორტისთვის. ხო, ამას აქვს მაინც სამკურნალო საკორექციო ეფექტი და სპორტული ღრმა ფეხსაცმელი მაინც ჭირდება. ბავშვებში ცვლით ფეხის ზომის ზრდის მიხედვით სათა წელიწადი და 2 თვე ყოფნის, იმიტომ რომ ნახევარ ზომას ვიღებთ მეტობი. დასრულებში ვარგისია თითქმის 2 წლამდე, ხა გააჩნია ეგ რა თქმა უნდა პათოლოგიას, მაგრამ 2 წლამდე არის ვარგისი, არის მოძრავი, ერთი ფეხსაცმლიდან მეორეში გადადის. სამწუხაროდ ვიწროში თხელში ეს არ მიდის, ნუ რა ვქნათ, ხა ესე არის ეს სახე. სხვათა შორის ძალიან საინტერესო და ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ზოგადად ფეხსაცმლის შერჩევა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია მე მგონი. როგორი უნდა იყოს ფეხსაცმელი, რომ შესაძლებელია ასევე ისიც, რომ სწორედ ფეხსაცმელმა გამოიწვიოს გარკვეული ტიპის დარღვევები, ხო? შესაძლებელია, კი, შესაძლებელი, მაგრამ იშვიათია. მაინც უნდა იყოს რაღაც მიდრეკილება. ბავშვის ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა იყოს დრეკადი ძირი დრეკადი. ქუსლის დამჭერი უნდა იყოს შედარებით მყარი, რომ არც იქით გადატრიალდეს, არც აქეთ და უნდა იყოს აუცილებლად ცოტა თავისუფალი. არ უნდა იყოს შეზღუდული თითები და ის რა მინდა უთხრა იცი თავარ მშობლებს, რომ ბავშვს წინდასაც რო აცმევთ, ნუ მოკაჩავთ იმას ძალიან. ზოგი ისე ამოაცმევს, რომ წარმოიდგინეთ, თითები მოღუნულია და მე ნელ-ნელა ეს ჩაქუჩისებურ ფორმას იწეს. არა, თითი უნდა იყოს თავისუფალი. რაც შეეხება ქალბატონებზე მინდა თქვა, თუ გვაქვს ცოტა დრო, ხო? გრადაცია საერთოდ ხდება, აი ხშირია ქალბატონებში ჰალუს-ვალგუსური დეფორმაცია, ხო გაგინახიათ პირველი თითის დახრის კუთხე მატულობს, მეორე მესამე სახსრიდან ვარდება, ის მე აუცილებლად საოპერაციოა. სხვაობა ჰალუს-ვალგუსურ დეფორმაციას და პოდაგრას შორის არის დიდი. პოდაგრა არის რევმატოლოგის ამბავი, კი, კანთებაა საქსაში, შარჯავაა მაღალი, იქ ასაჭიროა, დიეტა საჭიროა, ალოპურინორი ჯგუფის პრეპარატი, მაგრამ ვიზუალურად გავს, უბრალოდ ტკივნეულია სხვადასხვანაირად. ეს პოდაგრა უფრო გვხვდება კაცებში, ქალებში ხდება, მაგრამ კაცებშიც უფრო, იმიტომ რომ კვების ამბავიც არის მათ, ხო, კარგი ქეიფი და ერთი ამბავი. ქალბატონებში რა აკეთებს პროვოცირებას? ნუ ტერფის პათოლოგიები რა თქმა უნდა აკეთებს ამის პროვოცირებას, მაგრამ რომ მოითხოვს ვიწრო ფეხსაცმელს, ზუსტად მიმივხვდით, ეგ უნდა მეთქვა. დიდხანს როდესაც დადიხართ მაღალქუსლიან და ვიწრო ცხვირიან ფეხსაცმელზე, თითები არის შეზღუდული. ეს ამის პროვოცირებას აკეთებს. ეცადეთ ჯერ ისე ნუ ხა მე არ ვიტყვი რომ საერთოდ ლამაზი ფეხსაცმელი არია რომ სადაც გნებავთ გასაპრანჭად კი ბატონო მაგრამ ძირიტადი დაწვირვა ესე ფეხსაცმელზე არ უნდა იყოს ის კი არა როდესაც მაინც იძულებული ხართ რომ ეს ფეხსაცმელი ჩაიცვათ
აფთიაქებში იყიდება სტანდარტული სილიკონი, წინა ტერფის დამცავი სილიკონი ქვია, ამიტომ იმაზე რომ გეხარ ბილად დგას წინა ტერფი და დიდი წნევა, როდესაც აი ნახე, წინა ტერფზე რომ გეხარ მაქსიმალურად ქუსლი და თაღი ხო არ არის ჩართული, ამიტომ ეს წნევა მე მთლიანად მუხლზე გადადის, მაგრამ სილიკონზე როდესაც გეხარ ცოტა არ ბილებ ამას და წნევა შედარებით ნაკლებია და ის წვრილ-ცხვირიანი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჯობია იყოს ცოტათი თავისუფალი. რა თქმა უნდა. ხო, ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მეც ბავშვთან მიმართებით დავიწყე ამაზე ყურადღების გამახვილება, ეს ფართო ფეხსაცმელი. კომფორტული, ამას ქვია კომფორტული ფეხსაცმელი, ცოტა თავისუფალი და ხშირად მშობლები ასეთ დროს თავს იკავებენ ხოლმე, იმიტომ რომ არსებობს გარკვეული მოსაზრებები, რომ ოდნავ დიდი ფეხსაცმელი სწრაფად ფეხი არა, არაფერში ეს არ არის, ეს ფეხის და არის გენეტიკური და ერთადერთი თუ ბრტყელი ტერფია, უფრო გრძელია, რა თქმა უნდა, ის რა ქვია, ტერფი, იმიტომ რომ თაღი არ მუშაობს და ეს ამის ბრალია. არა, არავითარ შემთხვევაში ამის გამო ფეხი დიდი არ გაიზრდება, ეს გამორიცხულია. პირიქით, ჯობია რომ ცოტა თავისუფალი არ ვიძახი ახლა ზომი და ზომანახევრი დიდი სიარულის დროს რო ფეხი ამოუვარდეს და დაეწეს ეს ბავშვი, მაგრამ ოდნავ თავისუფალი, კომფორტული, მსუბუქი, დრეკადი ძირი და შედარებით მყარი ქუსლის დამჭერი. ხო, ცოტა სიმაღლე კონდეს რა. აი ბრტყელი კეტი ან ბალეტკები, მით უმეტეს თუ რაღაცა მიდრეკილება არის, ამწვავებს ამ სიტუაციას. კი, გასაგებია. რა არის საუკეთესო გზა იმისა, რომ თავიდან ავირიდოთ ბრტყელტერფიანობა და მისი გამომწვევის სხვადასხვა ტიპის დაავადებები? საქმე იმაშია, რომ ბრტყელტერფიანობა შესაძლებელია იყოს გენეტიკური თანდაყოლილი, შესაძლებელია იყოს შეძენილი. არის რაქიტული, არის ტრამული, რა თქმა უნდა პრევენცია. რა თქმა უნდა, პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და აქ ხომ მარტო იმაზე არ არის საუბარი, რომ ინდივიდუალურ ღაბაშს ატარებთ, სუპინატორს ამ შემთხვევაში. ღაბაში ხო. რა სხვაობა აი სუპინატორსა და ღაბაში ბევრ ძალიან ეშლება თამარ ეს ამბავი. ღაბაში მოიცავს მთელ სპექტრს. ამაში შედის სუპინატორი, პრონატორი, ორთოკორექტორი, ღაბაშების სპორტული დატვირთვისთვის, ლიმფოვენური პათოლოგიებისთვის, დიაბეტური ტერფისთვის, აი ეს ყველაფერი ერთად არის ღაბაში. სუპინატორი ინდივიდუალური ძირითადად ბრტყელტერფიანობის დროს არის, პრონატორი არის ვარუსის დროს და ესე მიდის შემდგომი გრადაცია. ამიტომ ყველაფერს ერთად ქვია ღაბაში და რაც შეეხება უშუალოდ სუპინატორს, ჩვენ ხო მარტო სუპინატორით არ შემოვიფარგლებით. აქ არის სპეციალური ვარჯიშები და ამაზეც გასამახვილებელია ყურადღება. კი, დიდი დრო არ ჭირდება. იმის დამიხედვით, რა პათოლოგია გვაქვს, ვარჯიშებსაც შესაბამის უნიშნავ და სახლში მშობელმა თვითონ უნდა გააკეთებინოს მაქსიმუმ დღეში დაჭირდეს 15 წუთი. მაგრამ რა ხდება, იცი? უნდა იყოს ყოველდღე. აი ერთი წლის განმავლობაში ხო ატარა ეს სუპინატორი. ყოველდღე უნდა დაუთმოს ის 10-15 წუთი და ეს ვარჯიში გააკეთოს. რა ტიპის ვარჯიშებია ქალბატონო თამარ? სხვადასხვა ვარჯიშებია იმის დამიხედვით, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ, ბატონო. აი ამ სქემას ვნიშნავთ, მაგრამ ყველაფერს კი არა. ექიმი მოუნიშნავს და ასწავლის ინდივიდუალურად რა ვარჯიშებია საჭირო. დიდად ეს სქემა არ იცვლება, 1-2 ვარჯიში კიდე შეიძლება დაუმატოთ და ისე ვასწავლოთ სირთულის მიხედვით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აი კიდე გავამახვილებ ყურადღებას ყოველდღე და არა ისე რომ გავაკეთე ახლა ეს ვარჯიშები 1 კვირა 10 დღე მე რა თქმა უნდა შეეზარა ბავშვს, რა თქმა უნდა მშობელმა ვერ მოიცალა და შედეგი მაგას ნამდვილად არ ეკიდა. კი ბატონო, ყოველდღე, მაგრამ რა ხანგრძლივობით, ანუ ეს სრული პერიოდი. 1 წელი მაინც. 1 წელი მაინც ამ ვარჯიშებს აკეთებს, სუპინატორს ატარებს, შემდეგ რომ მოდის განმეორებით დიაგნოსტიკაზე, ჩვენ ხო ძველს და ახალ მონაცემებს ვადარებთ ერთმანეთს და იმის მიხედვით შესაძლებელია ეს ვარჯიშები შეიცვალოს როგორც ღაბაშის ფორმა. ესეც იცვლება, ტერფი იცვლება, ექვემდებარება თუ არ ექვემდებარება, ეხლა უმეტესწილად ექვემდებარება, მაგრამ არის რთული სიტუაციები, როცა არ ექვემდებარება, მაშინ მასალაც იცვლება ცოტა უფრო მყარზე და პროგრამული უზრუნველყოფაც იცვლება, რა თქმა უნდა. გასაგებია. თქვენ ახსენეთ დიაბეტური, კი, დიაბეტური ტერფი ეს არის მეგობრებო ძალიან მტკივნეული და ისეთი გავრცელებული სამწუხაროდ გახშირებული. ძალიან. რა ხდება დიაბეტური ტერფის დროს? ანგიოპათია, ნეიროპათია, რას ნიშნავს? გრძნობელობის დაქვეითება და კაპილარული უკმარისობა. აი წარმოიდგინეთ, გრძნობელობა რო დაქვეითდა, ჯერ ერთი დიაბეტური ტერფი ისედაც დროთა განმავლობაში განიცდის დეფორმაციას. და მაქსიმალური ზეწოლის უბნები რო ვერ გრძნობს ადამიანი, იქ შეიძლება ისე გავითარდეს ტრამვა, შეიჭრას ინფექცია, წავიდეს განგრენა
შეხორცება ძალიან უჭირს ჭრილობას დიაბეტური ფონის დროს და ხშირია შემთხვევა, რომ იქ უკვე მოსაკვეთია თითი, შეიძლება ნაწილი ტერფი, აი ესეთი რაღაცები ხდება. რაზე მწყდება ყველაზე მეტად გული, იცი, რომ როდის მოდის იცი პაციენტი, როდესაც ეს პროცესია, კი, ვცდილობთ რაღაცა შევცვალოთ, იქ სპეციალური რბილი მასალა არის, სპეციალური ვერცხლის ძაფებიანი გადასაკრავი, მაგრამ დაგვიანებულია. როდის უნდა მოვიდეს? როცა გაიგო რომ არის დიაბეტური ფონი, არ უნდა მიხვიდე იმ ზნობელობის დაქვეითებამდე. აი ამ პერიოდში უნდა მოხვიდეთ, ეს მუდმივად ატარო, ამიტომ დაცული ხარ განგრენას, დაცული ხარ თითის მოკვეთას. სპეციალური რბილი მასალა არის, სპეციალური პროგრამებია დიაბეტური ფონის. რა ჩივილებით უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ ეს არის დიაბეტური? ჩივილებს არ უნდა ეს მცნობელობა დაქვეითებული იქნება და ის ხო დადის იმასთან, რა ქვია, ანგიოლოგთანაც დადის, რომელიც ამოწმებს და ენდოკრინოლოგთან, მაგრამ არ უნდა დაელოდოთ ჩივილებს, ამას ვამბობ. გაიგეთ, რომ დიაბეტური ფონია. იმ წუთასვე მიხედეთ და არასოდეს პრობლემა არ გექნება ტერფთან დაკავშირებით. არც დეფორმაცია წავა, იმიტომ რომ დაიჭერს სიმეტრიულად და არც არანაირი წყლული და განგრენა არ იქნება. ნორმალურად უმივაქცეთ ყურადღებას ამას. თუ არსებობს წყლურისა და განგრენის გარდა კიდევ რაიმე ფაქტორი, რაც შეიძლება სწორედ ამ დიაბეტურმა ფონმა გამოიწვიოს ტერფის? ძირითადად ტერფის პათოლოგიაში ძირითადად დეფორმაცია მიდის და წყლული განგრენა. ძირითადად ეს არის ტერფზე მაპროვოცირებელი რა არის გრძნობელობის დაქვეითება და კაპილარული უკმარისობა. ამას სხვადასხვა ანგიოლოგებიც და ენდოკრინოლოგებიც აქცევენ ყურადღებას, განა არ ურჩევენ, მაგრამ ხომ იცით რა საერთოდ ხო არ არის ეს იოლი, ჯერ არ არის იოლი გაითავისო. მე იმასაც ვფიქრობ, რომ უიმე ესეთი ამ ცოტა სქელია, რაში ჩავდო, როგორ ჩავდო, მაგრამ აქ უკვე სილამაზეზე არ უნდა გქონდეს პრეტენზია, როდესაც კიდურის გადარჩენაზე არის საუბარი. ხო, კაპიტან თამარ, კიდევ ყველაზე ასე სტატისტიკურად, როდესაც მოდიან თქვენთან, ყველაზე ხშირი პრობლემა რა სახელდება? საერთოდ იცი ზოგი როგორ მოდის, რომ მტკივაწვევის კუნთები არაფერი თითქოს სიარულის დროს მალე ვიღლები და წვივის კუნთების ტკივილი მაგას ახასიათებს. იქ შეიძლება რაიმე რთული პათოლოგიაც არ იყოს, მაგრამ დატვირთვაზე თავს იჩენს და ამიტომ პედოგრაფიას რო ჩაიტარებს, ეს უკვე სენსორიკა 7000 სენსორია, იმ წუთასვე გამოჩნდება, რომ იქ არის რაღაც დარღვევა, რაც არის მაპროვოცირებელი ფაქტორი. მაინტერესებს ამ შემთხვევაში ფეხსაცმელს თუ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მე საკუთარ თავზე შემიმწევია ზოგიერთი ფეხსაცმლის შემთხვევაში. ზოგიერთ ფეხსაცმელს აქვს ისეთი დიზაინი, რომელიც ამის პროვოცირებას აკეთებს. რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც მინიმალური დარღვევა ყოველთვის არის და სხვადასხვა გაგიკვირდება და ხშირად როდის მოდიან ხოლმე, იცით? აი თავის გაურკვეველი ეტიოლოგიის თავის ტკივილი არის ხოლმე ბავშვებში. ნახეთ რა ხდება? ტერფი დაირღვა, ხერხემლის პრობლემა არის, ცირკულაცია და თავის ეძებენ ამ თავის ტკივილის მიზეზს და აღმოჩნდება აბსოლუტურად სხვა რაღაცა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგია და ის როგორც კი იწყებს ვარჯიშს, როგორც კი იწყებს სუპინატორი ციარუს, რა თქმა უნდა ხერხემალზე ცალკე მუშაობას, გაქრება ეს თავის ტკივილი. მშობელი პირდაპირ გაკვირვებულია ხოლმე, რომ აი ნამდვილად არ მეგონა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო თავის ტკივილის მიზეზიო. მივდივართ ისევ იქამდე, რომ სოდნას და ინფორმაციის მოძიებას ძალიან ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია პრევენცია. 24 წელი ამაზე ვსაუბრობ, მესმის რომ რთულია, მესმის რომ ყველას რაღაც თავისი პრობლემები აქვს და ხო თუმცა რეალურად შემდეგი სირთულეები რაც გაცილებით მეტია. შემდეგი სირთულე არის ოპერაცია. აი ეს არის და ეს თუ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ, ის კი არა, ქალბატონებში ჰალუსვალგუსური დეფორმაციის ოპერაცია შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ და რატომაც არა. ცოტა მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ თავს და ჩვენი ბავშვების ჩივილებს. ბავშვი ყველა არაფერს არ იტყვის, არ მოიტყვება, ის თუ დაიღალა, ის ნამდვილად დაიღალა. უღრმესი მადლობა რომ მოგზაურობთ. საინტერესო საუბრისთვის და მნიშვნელოვანი რჩევების გაზიარებისთვის. მადლობ თქვენს. დაგემშვიდობებით, წარმატებულ მშვიდობიან დღეს გისურვებთ, იმედია სასარგებლო რჩევები მიიღეთ და გაითვალისწინებთ იმასაც, რომ ნამდვილად პრევენცია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი გართულება ავირიდოთ თავიდან. დროებით.